აფუჭებდა ლოცვას, უეჭვრად გამოვიდოდა იმ ლოცვიდან. ეხლა ძმებო ალლაჰის წყალობით ვაგზელებ და ჩვენ ვართ ეხლა მეოთხე განყოფილებაზე ქითაბუსალა, თავი რომელიც ეხება ლოცვას, ლოცვის განყოფილება. პირველი თავი არის ბაბუ ფარდისალა, თავი რომელიც ეხება აუცილებლობას ლოცვის აუცილებლობა. 211 ჰადისი ანასმა გადმოსცა. ანა რაჯულან ყალ, ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა: "ია რასულულlah, ია ალლაჰის შუმავალო, მაფტარადალლაჰუ ალა იბადიჰი." რამ გააკეთა აუცილებელი ალლაჰი თავის მორჩილებისთვის? ყალ, მან თქვა: "ხამსუ სალავატ, 5 ლოცვა." ყალა, იმ ადამიანმა ასევე თქვა: "ჰალ ყაბლაჰუნნა აუ ბა'დაჰუნნა შეიუნ?" ანუ მაქამდე, იმ ლოცვამდე, ან მაგის მერე რამე კიდე არისო? და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უპასუხა: "იფტარადალლაჰუ ალა იბადიჰი ხამსა სალავატ." ალლაჰმა დააწესა აუცილებლობად 5 ლოცვა. ყალა, ჰალ ყაბლაჰუნნა აუ ბა'დაჰუნნა შეი? მაგათ მერეო, მაქამდეო, მაგათ მერე რამე კიდე არისო? და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: فحلف الرجل بالله لا يزيد عليهن ولا ينقص منهن فقال النبي صلى الله عليه وسلم. და იმ მამაკაცმა როცა გაიგო ეს, მარტო 5 ლოცვა არის ვაჯიბი. მამაკაცმა თქვა, დაიფისა რომ მაგ 5 ლოცვას არაფერს არ მოუმატებს და არაფერს არ დაუკლებს. ანუ შეასრულებს ამ ლოცვას მშვენივრად. ისე კი არა როგორც ზოგიერთი. რაღაცებს თვითონ ჩანეს ფილმი რაღაცა კეთებს. წესია, როგორც საჭიროა. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა? "ინ სადაყა დახალა ალ-ჯანნა." თუ ჭეშმარიტება თქვა, ანუ თუ იყო მართალის ადამიანი თავის სიტყვებში, შევა 60-ში. და ისევე ეს ჰადისი არის ძმაო იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც იძახის რომ ვითრი არის ვაჯიბი. ხო, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც იძახის ვითრი არის ვაჯიბი. არის ზოგიერთ მაზჰაბში იძახიან რომ ვითრი არის ვაჯიბი. აქედან ჩვენ ვხედავთ რომ ვითრი არ არის ვაჯიბი, მაგრამ ჩვენ ვიტყვით რომ ვითრი არის სუნნა მუაქადა, ანუ ძალიან ძლიერი სუნნათი. მიუხედავად იმისა რომ ვაჯიბი არ არის, შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არასდროს არ ტოვებდა ვითრს. იმამ აჰმადი იყო თვალსთები, ერთ-ერთი მაზჰაბების იმამი იყო, იძახდა რომ ვინც არ ლოცულობს ვითრიო, მისი შაჰადათი მიღებული არ იქნება. შაჰადათი რომელიც ლა ილაჰა ილალლაჰ ეს კი არა, მოწმობა. ანუ რაღაც მაგალითად თუ მოხდა, მკვლელობა ან რაღაცა და ასე შემდეგ, მაგას არ დაუძახებენ რომ დაამოწმოს რაღაცა. ანუ არ ენდობიან მაგას. მხოლოდ იმის გამო რომ ვითრს არ ლოცულობს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რამდენად დიდ ადგილი აქვს ვითრს. და ეს არის ნასიხათი როგორც ძმებისთვის, ასევე დებისთვის. ვინც იღლება სამუშაოს ხანდახან მოდიონ დაღლილები, ან დები არიან, მთელი დღე სახში მუშაობენ დაღლილები, უბრალოდ შეგვიძლია ვილოცოთ ერთი რაქათიც, ეგას არის საკმარისი რომ ვითრის ხალხი შევასრულოთ. შემდეგ ჰადისში ალ-მუჰდაჯი მუჰდაჯმა გადმოსცა რომ ანაჰუ ყალა ლიუბადა ბინ სამით. უბადა ბინ სამიტს უთხრა: "ინა აბა მუჰამმად, ჭეშმარიტ აბუ მუჰამმადი, ერთ-ერთი საჰაბა იყო, კუნია მისი იყო აბუ მუჰამმად, რაჯულა მინალ ანსარ, ერთ-ერთი მამაკაცი ანსარებისგან. ქანათ ლაჰუ სუჰბა, ის იყო საჰაბა. იაზუმუ ანალ ვიტრა ჰაყ, ნახეთ ძმებო, მაგას ეგონა რომ ვითრი არის ვაჯიბიო. ფაყალა და მაგა თქვა, ანუ ვინ თქვა? უბადა ბინ სამიტ თქვა: ქაძაბა აბუ მუჰამმადმა. აბუ მუჰამმადმა არასწორად თქვაო. ძმებო, ვინც იცის არაბული ენა, ვინც სწავლობს ქაძაბა, არაბულ ენაში აქ ორი შინაარსი. ერთ-ერთი მოიყვა, მეორე თქვა არასწორად თქვა. რა თქმა უნდა, აქ საჰაბა იგულისხმება თავის მეგობარზე არასწორად თქვა. ანუ შეცდა, უბრალოდ შეცდა. და მე აგზელეს და თქვა: "სამიუთო რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყულ." მე გავიგე რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "მან ჯაა ბისალავათილ ხამს." ვინც ხუჯერი ლოცა, მოიტანა 5 ლოცვა ვაჯიბი. "ყად აკმალაჰუნნა ლამ янтақის მინ ჰაყიჰინნა შეია." ანუ მთლიანად შეასრულა და ამ ლოცვებისგან არაფერი არ დააგლო. ანუ შეასრულა კარგ დონეზე. "კანა ლაჰუ ინდალლაჰი აჰდუნ ან ლა იუაზიბაჰუ." ალლაჰი მაგას პირობა დაუდო რომ მას არ დასჯის. თუ ადამიანი შეასრულა 5 ლოცვა კარგად, ანუ კაი ფორმაში. ნახეთ ძმებო, აქ ვითრი არ შევიდა. ვითრი არ არის. ومن جاء بهن وقد انتقص من حقهن شيئا. და ვინც მოვიდა ამ ლოცვაზე, 5 ლოცვაზე ვინც დაიწყო და ანუ დააკლო იმ ლოცვიდან ლოცვა შეასრულა არასწორად, ან ყურადღების გარეშე და ასე შემდეგ, فليس له عند الله عهد. მაგას ალლაჰი არ აძლევს პირობას. ინშაა რაჰიმაჰუ, თუ მოინდომოს შეიწყალებს, ვა ინშაა აზაბაჰუ, და თუ მოინდომებს დასჯის მაგასო. ძმებო, ეს არის იმ ხალხზე ლაპარაკი და ბოდიში და სხვა რივაიათში არის გაგრძელება. وفي رواية 5 صلوات افترضهن الله على عباده. 5 ლოცვა რომელიც გააკეთა აუცილებელი ალლაჰმა თავის მორჩილებისთვის. ძმებო, ნახეთ, ეს არის მარტო ლაპარაკი იმ ხალხზე ვინც ლოცულობს. რა ვთქვათ იმ ხალხზე ვინც არ ლოცულობს.
რაც უდღეში არის ის ხალხი რომელსაც ლოცულობს. პირველ რიგში ძმებო ჩვენ ალლაჰს შუქრი უნდა გავკეთოთ ჩვენ ლოცულობთ. დიდი ნეიმათია ძმებო. და ყოველთვის დუა გავკეთეთ იმ ხალხისთვის ვინც ლოცულობს. ალლაჰ მაგა დააყენოს თორ გზაზე ლოცვაში. ამინ. სხვა რივაიაში რომელიც გადმოსცა იბნ ოდიშით სახელი იბნ მუჰაირიზი გადმოსცა ჯაა რაჯულun ილა უბადა ბინ სამით ყულტუ ფადაკარა ნაჰვაჰუ და იგივე ჰადისი გადმოსცა. შემდეგი თავი ბაბუ ფიმან ჰაფაზა ალა სალათი ვა მან თარაკაჰა. თავი რომელიც ეხება ვინც შეინახა ის ლოცვა, ანუ არ გამოტოვა და ის იმას ვინც დატოვა ლოცვა, ანუ არ ლოცულობდა. 214 حديثي عن بريدة بن حسيب قال رسول الله صلى الله عليه وسلم شو صلى الله عليه وسلم تقول إن العهد الذي بيننا وبينهم الصلاة فمن تركها فقد كفر ჭეშმარიტად პირობა ჩვენ შორის და მაგას შორის ანუ მუშრიკების შორის არის ლოცვა და ვინც მაგას მიატოვა ვინც ლოცვა მიატოვა უსმონოება ჩაიდინა ნახეთ ძმებო იმ ხალხისთვის ვინც უსმენს ამ ლექციებს ჩემ ძმებს და დებს მინდა უთხრა ჩვენ ამ ლექციებს თქვენთვის ვაკეთებთ ყოველთვის იმიტომ ჩვენ გვიყვარხართ ჩვენ თქვენზე ზრუნავთ შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვენზე ყველაზე ზრუნავს ეს სიტყვები ჩვენ არ უნდა შევუშვათ ერთ ყურში და არ უნდა გამოვიდეს ეს მეორე ყურიდან როცა უსმენთ ამ ლექციებს უნდა თავის თავს შეკითხა დაუსვათ აი თუ არ ლოცულობთ რა მიშლის რომ ვილოცო შენ თუ იცი რომ ისლამი არის ჰაყი რომ შუმავალი სალალაჰუ ბრძანება არის ჰაყი რომ ცეცხლი არის ჰაყი ჯანნათი არის ჰაყი რამ გიშლის შენ რომ დაიწყო ლოცვა არაფერი არ გიშლის შენ წარმოიდგინე რომ მე პირადად არ ვიტყვი ადამიანზე კაფირია თუ არ არის კაფირი ლოცულ ხანდახან თუ არა ეს უკვე ალემების საქმე ალემები ეს არის თემა იხტილაფის თემა და ასე შემდეგ მაგრამ მე ვინდა იმაზე თქვა რომ რატო უნდა ჩაგდოს ადამიანი თავის თავი ეგეთ ცუდ მდგომარეობაში რომ შუმამა სალალაჰუ შენზე იძახის რომ კუფრი ჩაიდინე ურწმუნება როგორც იცით მე არის პატარა ასევე დიდი აქ შუმამა სალალაჰუ თქვა რომ კუფრი ჩაიდინა რატო უნდა იყოს ესეთ მდგომარეობაში რომ ალიმები მაზჰაბები ალიმები შენზე ლაპარაკობენ მუსლიმი ხარ თუ არა სუბჰანალლაჰ რა საშინელი მდგომარეობა ადამიანის უნდა დაფიქრდეს ადამიანი ჩვენ შეიძლება ვიშრომოთ 24 საათი თიჯარათისთვის ბიზნესისთვის ფულისთვის ბავშვებისთვის ავი სპორტსმენები ვართ დავდივართ დარბაზში 24 საათი მოდის ლოცვის დრო მაცადე რაზმა მერე ინშალა მერე და ძმებო ვინც უარყოფს ლოცვას ვაჯიბობას ეს არის კაფირი მაგაზე არანაირი იხტილაფი არ არის ალიმების შორის არანაირი ორნაირი აზრი არ არის ადამიანი რომელიც ისიც რომ ალლაჰმა უბზანა მაგას ლოცვა და იძახის ჩემთვის არ არის ეს არის კაფირი რომს ჰაჯზე წავიდეს რომს იმარხულობს რომს აი 24 საათი აი არ ვიცი სადაყა გააკეთოს ალლაჰის ხათრისთვის რომს მისი ნიათი სწორი იყოს ალლაჰი არ მიიღებს ეგეთ ადამიანის ისლამს რატო იმიტომ უარყო ლოცვის ვაჯიბობას მაგრამ როცა ადამიანი არის იძახის რომ ვიცი რომ ცოდვა ინშალა დავიწყებ აი მეზარე ხანდახან ლოცვებ ხანდახან არა ეგეთ ხალხი არის იხტილაფი ალემების შორის მუსლიმია თუ არა სახიფათო მდგომარეობა შემდეგ ჰადისში შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ბაქირუ ბის-სალათი ფი იაუმილ ღაიმ ფა ინნაჰუ მან თარაკა სალათა ფაყად კაფარა ეს პირველი ნაწილი ძმებო ბაქირუ ფის-სალათი ფი იაუმილ ღაიმ ეს არის საჰაბას მაგას ვია რივაიათუ შაზდა ანუ ეს არის გადმოსცა საჰაბამ ახ ვიღაცას დინავს წყალი შეისხით პრობლემა არა ეს ახი დაგლოდებით არა პრობლემა შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა ნახეთ ძმებო რომ როცა აი ღრუბლიანი დღე დააჩქარეთ ლოცვაზე ანუ ის არ გადადოთ ლოცვაო ფა ინნაჰუ მან თარაკა სალათა ფაყად კაფარა იმიტომ ვინც დაანება ლოცვა კუფრი ჩაიდინაო ძალიან სახიფათო მომენტია ძმებო შუქრი ალლაჰს ძმებო რომ ჩვენ ლოცვა ალლაჰ ალჰამდულილlah შუქრი ძმებო ყოველთვის უნდა გავახსენოთ შუქრი ძმებო ყოველთვის აი ჩვენ ხშირად ვაკეთებ შუქს ალლაჰს ვეუბნებით მადლობა შენთვის რომ აი ჩემ ოჯახს ინარჩუნებ და ასე შემდეგ ჯანმრთელობას მაძლევ და ასე შემდეგ რამდენჯერ ვეუბნებ ალლაჰს შუქს იმაზე რომ ჯერ ეგეთი ერთმირთიანობაზე ვარ თავხიძე ვარ მე აჰლუს სუნნაზე ვარ ალჰამდულილlah მე იმაზე რომ ლოცულობთ რამდენი შუქრი უნდა გავყვეთ პირველ რიგში მაგაზე და მე როგორ დანარჩენ სხვა რაღაცეებზე ალლაჰმა გახვალოთ ჩვენ შუქრიანების შორის ამინ შემდეგ ჰადისში აბუ უმამა გადმოსცა რომ შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ლატუნყადუნ ურალ ისლამი ურვatan ჭეშმარიტად აი ისლამი იქნება ანუ გაიხსნება ანუ კვანძით და კვანძით ანუ ნენელა იქნება გახსნილი ისლამიო فكلما انقضت عروة تشبث الناس بالتي تليها და ყოველ დროს როცა ერთ-ერთი აი კვანძი გაიხსნება ისლამი ხალხი ჩაიჭიდება იმას რაც იყო ანუ შემდეგ კვანძს ჩაიჭიდებაო შემდეგ კვანძს فاولها نقضا الحكم პირველი რომელი კვანძი იქნება დაკარგული ისლამიდან ალლაჰის კანონით მართლობა
ამ მთავრობას ერთება. ალლაჰის კანონი მართლობა მთავრობას ეხება. და ბოლო ვაახირუჰუნნა ასალა. და ბოლო კუნძი, ანუ კვანძი, რომელიც იქ დაკარგული ისლამიდან არის ლოცვაო. ზოგი ხალხი დგება ლოცვაზე, მაგრამ როგორ დგება ლოცვაზე? ჩქარა ლოცულობს, ექსტრემალურად ლოცულობს. ან ლოცვა არ არის ეს. მაგას საერთოდ ლოცვა არის. ან ზოგიერთი ხალხი უნდათ მაგათ მართლობა შარიათით, მაგრამ მთლიანად მაგას არ აკეთებს. და ძმებო, ზოგი ძმას ეშლება ჰუქმი ალლაჰის კანონით, ეს არ ეხება მხოლოდ მართველებს, ეს ჩვენს გვეხება. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? ვინც არ საჯუდობს ალლაჰის კანონით, ის არის ვინ? სამი მდგომარეობა. ვინ არის? კაფირი, მეორე, ფასიყი, მუნაფიყი. სამი თუ ზალიმი. ამასოს. ან მუნაფიყი ან ზალიმი, ამასოს ზუსტად. ანუ სამი მდგომარეობა ძმებო. ადამიანი შეიძლება კაფირი იყოს მაგის გამო. ადამიანი შეიძლება იყოს, ანუ ცოდველი. მაგაზე ინშალლა ცალკე გაკვეთის გავატარეთ ძმებო. მაგრამ ის თქვა მინდა რომ ეს მართლებს არ ეხება, ეს ყველა ჩვენ გვეხება. მაგალითად, შენ ოჯახში, ორი შენი ბავშვი იჭხობა, შენი ბიჭები ისხვის სიტყვაზე. შენ დაუდვიქი ერთ მხარეს, არასამართლიანად. შენ ის რომ არასამართლიანად გააკეთე. შენ ეხლა ალლაჰის კანონით იმსაჯულე თუ არა? რა თქმა უნდა არა. შენი ორი ძმაკაცი, მაგალითად ჩუბი მოვიდა შენ ორი ძმაკაცი. და იმის გამო ეს შენ ნათესავია, შენ მაგას დაუჯექი მხარში. არა იმის გამო რომ სამართლი თქვა. ნათესავია მხოლოდ. შენ ალლაჰის კანონით იმსაჯულე? არა. ამას ესაც არის დაღუპვის ძმებო. მაგრამ ეს არის თუ ადამიანმა იფიქრა რომ ეს გაკეთა სწორი საქციელია, ჰალალია, ამ დროს კაფირი ხდება. მაგრამ თუ იცის რომ ცოდვა გაკეთა, მაგას უკვე ფასიყი ხდება, ფასიყი. მაგას ინშალლა მე ალლაჰის ძნებით ვილაპარაკებთ. მესამე თავი ბაბუ ფადლი ასალა. თავი რომელიც ეხება ლოცვის, ანუ ფადლი როგორ თქვა ქართულად აი. ღირსება, დასტოინს ღირსება, ასე ხო, ღირსება. მესამე თავი ძმებო, ბაბუ ფადლი ასალა, ლოცვის ღირსება. ან ვათი ბინ ალ-ასყა გადმოსცა. ჯაა რაჯულუნ ილა რასულილlah სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ. შომავათა მოვიდა ერთი კაცი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ და თქვა: "ია რასულულlah, inni asbatu haddan faqimhu alayya." ჭეშმარიტად მე ჩავიდინე ისე ცოდვა, რომ უნდა დამშა, ანუ ჰადი უნდა გამეკეთო. როგორც ცოდვა, როგორც ზინა, პლელობა და ასე შემდეგ, მაგათავის არის საჭირო ჰადი. ანუ გააკეთე ჩემს ჰადიო. აი მოვიდე, წამოვიდე შომავათან და ეუბნება, აი ჩავიდინეო. და უნდა დამსაჯოო. ანუ მაგას რატო აკეთებ, რომ თაობას გაკეთება უნდა. فأعرض عنه და შომავასაც ნახე ძმებო. ანუ ზურგი მოაქცია, ანუ ყოლადება არ მიაქცია მის სიტყვებს. ფეხმბას ასა ძმებო არის რაჰიმია, მოწყალეა. დღევანდე ჩვენ დღეს ძმები ვიღაცას ხვას დაინახავს რაღაცას, ეგრევე იტყვის რაღაცას სულს. ან მაგაზე მეც ეგრევე თაქფირს გაუკეთებს. ან ეძახის მაგას მუბთადია, ანუ ბიდათი აჰლია და ასე შემდეგ. ფეხმბას ასა არ ეჩქარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახაბე თვითონ ეუბნებოდა, რომ ჰადი გამეკეთე, მე უნდა დამსაჯოო. ზურგი მოატრიალა და ანუ რაჰმა გაუწია მაგას. ბატონო? ანუ მოინანია, მაგრამ მოინანია მაგას აქ სიბზნე, ეხა ნახეთ. ثم قال يا رسول الله და კიდევ ერთხელ inni asabtu haddan faqimhu alayya. მე ჰადი გავაკეთე, ანუ ექსი ცოდვა გავაკეთე, დამსაჯიო. فأعرض عنه კიდემ შეტრიალდა მისგან. ثم قال ის კაცი კიდე თქვა: "يا رسول الله inni asabtu haddan faqimhu alayya." მე ჩავიდინე ისე ცოდვა რომ ჰადი უნდა გამეკეთო, დამსაჯიო. ვა უყიმათი სალა. მე დაიწყო, ანუ ლოცვაზე იყამათი დაიწყო. فلما سلم صلى الله عليه وسلم და როცა შომავასთან დაამთავრა ლოცვა, სალამი მისცა, قال له უთხრა მაგას, قال له الرجل მაგას უთხრა, ანუ ისე მაგას კიდე მოდი კიდე უთხრა. يا رسول الله إن أصبت حدا فأقمه علي. يا الله شمولو مي أسيد صودا غاوكتي حد غامكتي دمساجيو دا شوما صلى الله عليه وسلم مسودخرا. هل تودعت حين أقبلت؟ لو سمخودي أبدستي أيغيو. دا يسمونوا نعم إي أيغيو. شوما صلى الله عليه وسلم يكتب كده. وصليت معنا شو انت إمام خول أنو إيروسيو إمام قاسد كوا كي إيروسيو. دا شوما صلى الله عليه وسلم فاذهب فإن الله قد غفر لك. تاديو الله ماشين غباتيو. سبحان الله. الله ماشين غباتيو. ეს რას ნიშნავს, რომ ცოდვა აპატიებს ადამიანს. ასევე ძმებო, აქ ალიმი რა თქვის, რომ აქ შეიძლება იმ სახაბას მაგას ეგონა, რომ ანუ ისეთი ცოდვა ჩაიდა, რომ დასჯა იყო მისთვის განკუთვნილი. მაგრამ მაგას ეგრე მაგას შეცდა. სინამდვილეში სხვა ცოდვაზე იყო ლაპარაკი. მაგიტომ ალლაჰმა მაგას აპატია.
ჩვენ ვიცით კანონიდან თუ ადამიანი მოდით თვითონ აღიარებს მაგალითად ვიღაცა კაცი მოკალი თვითონ აღიარებს ანუ მონა ესე თაობას აკეთებს ვიცით რომ ისლამი ჩვენთან დასჯა არის ხო სამი პირობა და ასე შემდეგ დასჯა არის მაგრამ ისეთი ცოდა გაკეთა რომ მაგას ეგონა ხადი მაგა არ ეკუთვნოდა მაგრამ ფაქტი ის არის მეგობრებო რომ ლოცვა აპატია მისი ცოდვა ლოცვა აპატია კი არა ლოცვა იყო მიზეზი რომ ალლაჰმა აპატია მისი ცოდვა شمل حديثي عن عقبة بن عامر ما قد مصا قال سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ميغاوي قرم شمام صلى الله عليه وسلم تقوى يعجب ربنا من راع غنم الله سوكويرس نتخمسيس أنا متخمسي أدميانيس في رأس الشيء في رأس الشزية للجبل رمل تساويدا عنهم تيس تويرزي يؤذن بالصلاة ويصلي تماكدوس أذان سازلوس تلوتسلوس فيقول الله جل وعلا دا أزناس الله خيزاخيس انظروا إلى عبادي هذا تاويس أنجلوزوب سيونيبا ناخت شيخدت أم چم مورچيلسو أم چم موناسو يؤذن ويقيم أذان سازلوس دا إقامة سازلوس للصلاة لوسويستوس يخاف مني چمي إشينيو غفرت لعبدي من مغاز وباتيو مي چم موناس وباتيو وادخلته الجنة دا شوي قواني جنتشي اكتي پاتارا ساكتي تكوس خوز مبو მაგრამ რატო იპატია მაგას ეგეთ ცოდვები? რატო შევიდა ჯანნაში? ანუ კი არ მოინანია. პირველ რიგში ალლაჰმა ხადიშა ნახსენებო ეშინოდა ალლაჰს ეგეთი. მეორე სად იყო? რა ადგილას იყო? ჩემთან ხართ ხო ყველანი? რა ადგილას იყო? არა, სადავიდა? თის თავზე. გაიღვიძეთ მე ცოტა გაიღვიძეთ. თის თავთან ის წვერზე ავიდა. როცა ადამიანი მარტოა, მისი გული უფრო იხლასიანია თუ არა? უფრო იხლასიანი, უფრო გულსფელი გული აქვს. და გაგეთა აზანი. იხამათი და აილოცა ალლაჰის ხატვისთვის მაგას ალლაჰმა აპატია. ასევე ეს ეხება დებს და ძმებს, თუ საში ხართ, მარტო ხართ, შეგიძლიათ აზანი გაკეთოთ, იხამა გაკეთოთ და ინშალლა თქვენს გელოდებათ ეგეთი აჯრი. მით უმეტეს დებს, როცა მარტო არიან სახში. ქმარი გასულია საქმეებზე, ქალი მარტო სახში, შეუძლიათ სახში თუ სხვა კაცებს არ ესმის, აზანის გაკეთოს, იხამას გაკეთოს და ილოცოს და მაგას ექნება ეგეთი აჯრი. რა უკვე თქვათ იმ ადამიანს, რომელიც მეჩეთის მუაზინია, ხო? მაგაზე უკვე მედინაში მახსოვს როცა ჩვენ გაკუთილების მე გამოდიოდეთ დიდი მეჩეთი იყო ყველა სტუდენტი ესწრებოდა ანუ ეჯიბრებოდა ერთმანეთს რომ აზანი მიეცა იმიტომ ვიცოდით ამის აჯრი და კიდე სხვა აჯრების არის მეგო პატარა საქმე მაგრამ ალლაჰმა შენ მაგ პატარა საქმის გამო გაზევს ჯანნატს შემდეგი ჰადისი და ამაზე ეს იქნება დღეს ძმებო ბოლო ჰადისი ან აბდილა ბინ ამრო ბინ ალ-ას გადმოსცა ანაჰა რაა ფატან მან დაინახა ერთი ახალგაზრდა ბიჭი ვაჰუა იუსალი მან ლოცულობდა قد أطال صلاته غاغزلا თავისი ლოცვა وأطنب فيها და ამ ლოცვაში აი ცოტა ასე ვთქვათ ფანატიკურად ლოცულობდა ექსტრემალურად ლოცულობდა ან ზოგიერთის მაგალითად როცა აი თაქბირს აძლევს ალლაჰუ აკბარ ან ეგრე ამ მაგალითად თაქბირს აძლევს აი ფეხები აი გვერდებზე აქ რაღაცნაირად გეგონება აი თითქოს აჩვენებს ყველას აი ნახე მე ვლოცულობ ხო იძაბება აი ნახე მე ვლოცულობ შემოხვიდე და ექსტრემალურად ლოცულობ ეს არასწორია ძმებო მე ნახეთ და რა თქვა ის საჰაბამ რა თქვა მან იარიფუ ჰადა ვინ იცნობს ამ ახალგაზრდასო ყალა რაჯული ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა ანა მე ვიცნობ მაგასო فقال عبد الله უთხრა მაგასო لو كنت اعرفه لا امرته ان يطيل الركوع والسجود მე თუ მაგას ვიცნობდიო მე მაგას უბრძანებდიო რომ რუკუ და სუჯუდი გააგრძელოსო უფრო გზელი გააკეთოსო ანუ ეს საჰაბა თითქოს იმ კაცეუნებაო რომ ნამექს აძლევს რომ იდი უთხარიო რომ რუკუ და საჯდა გააგრძელოსო فإني سمعت النبي صلى الله عليه وسلم يقول იმიტომ რომ მე გავიგიო რომ შუამამა صلى الله عليه وسلم თქვა إن العبد إذا قام يصلي თუ მორჩილი ადგება და დაიწყებს ლოცვას უთია ბიდუნუბიჰი მათ ცოდვებს მოიტანებენ ანუ მის ცოდვებს მოიტანებენ فودعت على رأسه وعاتقه და ამ ცოდვებს დადებენ მის თავზე და მის მხრებზე فكلما ركع ნებისმიერ დროს როცა რუკოს გააკეთებს აუ საჯდა ან საჯდაზე წავა تساقطت عنه ეს ცოდვები გადმოვარდება მისგან მაგითო საჰაბები ძმებო და შუმამას ასում ჩვენ გვასწავლა როცა არის დღე მუსტაჰაბია სასურველია რუკუები და საჯდები უფრო გრძელი გავაკეთოთ როცა არის ღამე ყიამი ყურანს კითხოთ ყიამი ვიდგეთ უფრო გრძელი ეს არის სუნნათისგან როცა ადამიანი დგას რუკუში და საჯდაში მისი ცოდვები ვარდება როგორ ვარდება ჩვენ არ ვიცით მაგრამ ვიცით რომ ჰაყია შუმამას ასում თქვა რომ ვარდება ესე იგი ვარდება ანუ ნუ გვეჩქარება ზოგიერთი იმამი არის აი მაგათ ეძახიან ლამბორჯინი იმამი ან ფერარი იმამი აი ჩქარა ლოცულობს
ხო, აი ვერასდებ, ან თარავიზზე არიან, აი ისე რაც ცოტას ლოცულობენ 21 რაკაათი ხანახან 11 ხანახან 21, მაგრამ გეგონა ავტომატია, სულ აი რაკაათი მისთვის და ისვრის. ვერაფერს ვერასდებ. პირიქით მე უნდა ვეცადოთ, რომ გავჩერდეთ რუკუში და საჯდაში და ის იქნება ჩვენი ცოდვების პატიების მიზეზი. ალლაჰმა ჩვენ ყველანი გვაპატიოს. სპანაკობი, ხემდე შედვან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ.